ხშირად მეკითხებით, რა სიჩქარით დაფრინავს თვითმფრინავი. ახლა გეტყვით მარტივად და სწრაფად. აფრენის დროს თუ შენს გარდა არავინ ზის თვითმფრინავში და თვითმფრინავი Boeing 737-ია, აფრენის სიჩქარე დაახლოებით 115 კვანძი ან 212 კმ/სთ იქნება. თუ თვითმფრინავი სავსეა მგზავრებით, შორს მიფრინავ და თან ცუდი ამინდია, სიჩქარე შესაძლოა 170 კვანძს ან 315 კმ/სთ მიაღწიოს. Airbus A320-ც დაახლოებით იგივეა. კარგი, ავფრინდით, მაგრამ სანამ 3000 მეტრს ან 10000 ფუტს არ ავწდებით, სიჩქარე 250 კვანძზე დაბლა უნდა იყოს. ასეთია წესები. მოკლედ, ამ სიმაღლესაც გავწდით, ავედით ეშელონზე, დავიკავეთ ჩვენი სიმაღლე, რომელზეც რამდენიმე საათი გავატარებთ. და აქ რა სიჩქარე გვაქვს? რა თქმა უნდა, აქაც ბევრი თავისებურებაა, მაგრამ გავამარტივოთ და საშუალოდ მივიღებთ 270-290 კვანძს ან 500-527 კმ/სთ. ეს სიჩქარეები ითვლება ჰაერის მიმართ და არა მიწის ზედაპირის მიმართ, მაგრამ მიწის სიჩქარესაც გეტყვით. მანამდე, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ სიმაღლეზე ნაკლები წნევაა და ასევე თვითმფრინავის ზედაპირიც ქმნის რაღაც უზუსტობებს, ჩვენ მივიღებთ ნამდვილ სიჩქარეს, რომელიც ჩვენ საკრუიზო სიმაღლეზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ინდიკატორული სიჩქარე, დაახლოებით 850-900 კმ/სთ. მაგრამ თუ ძლიერი ქარია, კი, ქარსაც თუ გავითვალისწინებთ, მივიღებთ სიჩქარეს მიწასთან მიმართებაში. მარტივად რომ ვთქვათ, რა სიჩქარით გადაადგილდება თვითმფრინავის ჭრდილი მიწაზე. თუ 900 კმ/სთ მივფრინავთ და ზურგის ქარი გვაქვს 70 კმ/სთ, ჩვენი სიჩქარე იქნება 970 და პირიქით, თუ ქარის საწინააღმდეგოდ მივფრინავთ, სიჩქარე იქნება 830. ახლა კი დაშვების და დაფრენის დრო მოვიდა. აქაც აფრენის მსგავსად დაშვებისას 3 კმ-მდე მაღალი სიჩქარე გვექნება, მის დაბლა ისევ 250 კვანძზე ნაკლები, რაც 460 კმ/სთ-ია და დაფრენის დროს ისევ წონას გააჩნია. ის შეიძლება როგორც ძალიან დაბალი 200 კმ/სთ-ში, ასევე მაღალი 300 კმ/სთ-ში იყოს. სულ ეს იყო, იმედია გავეცით თქვენს კითხვებს ამომწურავი პასუხი, გამოიწერეთ, დასვით საინტერესო კითხვები კომენტარებში და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.